მოგესალმებით, იყიდება უძრავი ქონება მოქმედი ბიზნესით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ უძრავ ქონებაში არის აბსოლუტურად ყველაფერი, ინვენტარი, ასევე არიან სპეციალისტები, არის გამართული სოფტ-სკილები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ მოხვიდეთ და დაიწყოთ ბიზნესი. ასევე შეგიძლიათ ინვესტიციას ჩადოთ, გააქირაოთ ეს უძრავი ქონება, ან გააქირაოთ ბიზნესი. მოდი დავიწყოთ პირველი ოთახით. პირველ ოთახში არის სტილისტების სავარძელი, ორი სავარძელი სტილისტის, თავსაბანი, პედიკურის ადგილი აქეთ. აბსოლუტურად ყველაფერი გაწყობილია ტექნიკით და ავეჯით, კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა და საკმაოდ ხარისხიანია ყველა ინვენტარი. მინდა აღვნიშნო. მეორე ოთახი არის მასაჟის ოთახი, აქეთ აკეთებენ წარბებს. აქაც ავეჯი, ტექნიკა სრულად მოწყობილია, ნუ ხარისხს ხედავთ, ყველა ინვენტარი არის ხარისხიანი და საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა. და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ფართი არის საკმაოდ კარგად ათვისებული. აი, ესეთი კორიდორია, მივდივართ აქ არის აქ აკეთებენ ფრჩხილებს. და მესამე ოთახი, სადაც საკმაოდ ბევრი ტექნიკა არის. აი ეს ტექნიკა ტატუს აშორებენ ამ ტექნიკით, ასევე არის სახისმენდავი რამოდენიმე ტექნიკა. ეს არის სტილიზაციისთვის განკუთვნილი დანადგარი, ნუ ყველაფერია, აგრეთვე ორი ხელსაბანი სტილიზაციისთვის აქეთ და აქეთ ჩვეულებრივი ხელსაბანი. ნუ ესეც საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. აი ესე უნდა აინთოს შუქი, კი ბატონო. ყველაფერი არის გემოვნებით და კარგად შესრულებული. მეორე მაგიდა ფრჩხილებისთვის. ეს მეოთხე ოთახი, აქ კეთება ლაზერული ეპილაცია, ასევე აქ არის გასახდომი აპარატი, რომელიც შეიძლება დამჭირდეს თუ ჭამას არ უკელი. სრულად მოწყობილი აქ ავეჯით და ტექნიკით, ლამაზ ფერებში აქაც ყველაფერი გაკეთებული. და აქეთ სველი წერტილი, აქეთ სამზარეულო. მოგეთ ყველაფერია აბსოლუტურად და მე გირჩევთ ამ ბიზნესის და უძრავი ქონების შეძენას, რადგან არ იქნებით წაგებული და მინდა აღვნიშნო, რომ ის ფაქტი, რომ მესაკუთრე იმიტომ ყიდის ამ უძრავ ქონებას, რადგან მიდის საზღვარგარეთ. ამიტომ იჩქარეთ, სანამ მესაკუთრემ გადაიფიქრა. მოკლედ გირჩევთ ამ უძრავი ქონების შეძენას. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ფასი, რა აქვს ახლა ამჟამინდელი შემოსავალი და ასე შემდეგ, პირადად მოგწერთ და გაგაცნობთ ყველა დეტალს. წარმატებები ყველას და დროებით.